ჩინური ავტოინდუსტრია საქართველოს ციფრულ ბაზარზე, ეხლა მოგეხსენებათ, ციფრული მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბიზნეს პროცესის გასამართად და შესაბამისად დღეს ვისაუბრებთ ზუსტად აი ამ ციფრული კომპონენტის ინტეგრალზე იმ ნაწილში, რასაც იმერი მოტორსი ახორციელებს. ნიკოლოზ კიკნაძეს მინდა მივესალმო, იმერი გრუპის დამფუძნებელს. ნიკოლოზ, მადლობა შენი დროისთვის და ალექსი ხარიტონაშვილი არის ჩვენთან ერთად, ასევე იმერი მოტორსის თანადამფუძნებელი. ალექსი, მადლობა ასევე შენი დროისთვის. ბატონებო, უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს ეს ციფრული კომპონენტები და ციფრული მიმართულებები, რომელიც თავმოყრილი არის საბოლოო ჯამში იმ პროცესებში, რასაც ბიზნეს პროცესი ქვია და რასაც ავტომობილების იმპორტის ნაწილი ქვია. ისმენ ნიკოლოზ. პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს და დავიწყებ იქიდან, რომ ნებისმიერი თუნდაც პარტნიორი თუ კლიენტი იქნება ავტომობილის კედვისას, ყოველთვის ნებისმიერი ეძებს ციფრულად, რომ ესა თუ ის ავტომობილი შეარჩიოს. ჩვენ შევქმნით ესეთი უნიკალური პლატფორმა, ჩვენივე საიტი იმერი motorsg, რომელიც გახდა ესე რომ ვთქვათ, ნებისმიერ მომხმარებელს თელს დაჟე ამიერკავკასიაში შეიძლება იმერი motorsg-ზე შევიდეს და საექსპორტოდ მეორადი მანქანა, რაც ჩინეთში აიტვირთება, ანუ პირდაპირ რაც ჩინეთში აიტვირთება მეორადი მანქანა, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება რომ ეს მანქანები დაათვალიეროს და შემდეგ და იქ რა ფასებიც არის მოცემული, იქ არის ფასები, რომელიც თვითონ ჩინელი რა ფასად ყიდის. შემდეგ ამ საიტზე ჩაშენებული გვაქვს, ავარაუდოდ გავა, ხო? ვიზუალიზაცია ჩვენი საიტის. ამ საიტზე ჩაშენებულია კიდე ჩვენი, ისე რომ ვთქვათ, ნომერი, სადაც ჩვენ კლიენტებს დავეხმარებით ამ თუ იმ მანქანის ეგრევე ყიდვაში. ამ საიტზე არ არის ესე რომ ვთქვათ, არანაირი აუქციონი და არანაირი დრო არ ჭირდება. ადამიანს შეუძლია მაქსიმუმ 2 წუთში ნებისმიერი ავტომობილი ფასი დაადო ეგრევე ჩვენი ოპერატორი და ჩვენი პარტნიორები ჩინეთში ეგრევე 5 წუთში მოუგვარებთ რომ მანქანას დაუჯავშნით და ჩვენი კომპანია იზრუნებს იმაზე რომ მოუგვარებს საექსპორტო საბუთებს, ლოჯისტიკას და პირდაპირ ჩავაბარებთ თბილისში. ასე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი უნიკალური პლატფორმა შევქმნით. აი ეხლა ვუყურებთ ეკრანზე და აი ფასებიც არის მოჩვენე. იქ დავამატებ იმას, რომ აქ არ არის მხოლოდ ესე რომ ვთქვათ ჩინური ავტომობილები, აქ არის ჩვეულებრივი Mercedes, BMW, სხვადასხვა ევროპული მარკები. ოღონდ ეს ყველა მანქანა არის არსებული ჩინეთში. ნებისმიერი ფასები შეუძლია თვითონ მომხმარებელს გადაამოწმო და მიიღონ ის ყველაფერი, რაც მათთვის რეალური ეხა აი ავატარი ჩანს ეხა ჩვენთან $24682 ყიდის ჩინელი, აი ყველანაირი ის არის მოცემული რა. კი ბატონო. ერთ-ერთი ამ იდეის თანაავტორი და ამ თემაზე მუშაობთ ჩვენი კომპანიის დაფუძნების დღიდან და ალექსამ საკმაოდ დიდი რესურსები და ენერგია ჩადო, რომ ეს ყველაფერი მიგვიყვანა ამ კომპონენტამდე რა და ეს ყველაფერი დღესდღეობით მოწინავე თუ არა ერთ-ერთი მოწინავე გახდება უკვე. ალექს, აი გვიანბე ეხა რეალურად ეხა კიდევ ერთხელ ამბობ, აი რა წინა სიტყვაში თქვი და ეხა ძალიან კარგი პრეზენტირებაც გააკეთა ნიკოლოზმა აი ვიზუალიზაციასთან ერთად, რომელიც პირდაპირ ეთერში იყო. საბოლოო ჯამში ხა ციფრული ტრანსფორმაცია შევთანხმდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბიზნეს პროცესებში. შესაბამისად, ეხა როგორც ნიკოლოზმა ახსენა, იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი შენ ხარ და აი რეალურად აი რა იყო ინსპირაცია ამისი და შესაბამისად აი რაზე დაფუძნებით გააკეთეთ ეს პლატფორმა. ანუ აი ცოტა რიტორიკულ კითხვას დავსვავ რა, ანუ აი როგორ უმარტივებთ რეალურად პოტენციურ კლიენტს უშუალო ბაზრებთან ურთიერთობას და უშუალო კონტრაქტორებთან ურთიერთობას. კი ბატონო, კიდევ მოგესალმებით. ეს ყველაფერი შექმნილი არის პირველ რიგში კომფორტისთვის. ჩვენ მომხმარებელს აქვს ხოლმე ძალიან ბევრი კითხვები, როცა მანქანას ეგრევე არ ხედავს. მომხმარებელს უნდა გაიგოს რანაირია შიგნით, გარედან, რაიმე კომპლექტაციაში რამე თუ აქვს ის ეგრეთ წოდებული ოფციები და ფუნქციები რანაირები აქვს. ეს ყველაფერი მარტივად არ იყო ადრე, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ ხელოვნური მუშაობა გვიწევდა, რომ გაგება და ამაში გადიოდა ბევრი დრო. ეხლა გავაკეთეთ ისე, რომ ნებისმიერი მომხმარებელი პირდაპირ შეიძლება შევიდეს, მანქანა მოინახულოს თავის ფასში, როგორც უნდა ნახოს ყველა სურათი, მონაცემები, ასე ვთქვათ, კიდე რაც შეეხება უკვე ექსპორტს, დანარჩენს და საბუთებს, მაგას უკვე ვაგვარებთ, როცა უკვე შევთანხმდებით მაგ ავტომობილზე, რომელიც მომხმარებელს რეალურად მოსწონს და იმ მანქანას კიდე გაეკეთება და ტესტ რეპორტი,
რომელსაც დარწმუნებული იქნება უკვე 100%-ად, რომ ეს მანქანა არის აბსოლუტურად საღი. ან თუ რაიმე ქონდა შეცვლილი ფარი, კაპოტი, შიტოკი და ეს ყველაფერი იქნება ცნობილი. თუ ტესტ რეპორტი არ აღმაყოფილებს თქვა ჩვენ მოთხოვნას რომ რამეს არ გვაძლევენ, ეს მანქანა ეგრევე ჩვენ მაგას არ ვეხებით, არ ვყიდულობთ, მაგრამ ეს მანქანები რაც არის, ეს უკვე მზად ავტომობილებია, რომელიც პირდაპირ შეიძლება გავიყვანოთ ექსპორტზე და აბსოლუტურად საღი. ანუ რეალურად ეხლა როგორც თქვენი საუბრიდან ირკვევა, ანუ რეალურად მომხმარებელს აძლევთ ვიზუალურ კომპონენტზე ხელმისაწვდომობის საშუალებას, რა კონდიციაში არის ავტომობილი, რა არის მისი დინამიკა, რა არის მისი საფასო კომპონენტი და აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია არის ერთ ციფრულ სივრცეში. აი პირობითად მე მინდა ავტომობილის ყიდვა, სწორად რო გავიგო და სწორად რო მიხდეს ჩვენი მაყურებელი. აღარ გიწევს შესვლა რაღაც საერთოდ რა. უბრალოდ აი მე კითხვას დავსვავ ზუსტად ამ კუთხე, ჩავთვალოთ რომ მე ვარ მომხმარებელი. პირობითად მოვედი თქვენთან, მინდა ავტომობილის შეძენა და შესაბამისად, ანუ შენ როგორც აღნიშნე ხა მე ლინკი და პირდაპირ ბმა ჩინურ გვერდებზე აღარ მაქვს. ცენტრალიზებული მონაცემების სპექტრი არის იმერი მოტორსის კომპონენტში დაგენერირებული. მე შემოვდივარ თქვენთან და ვიღებ ავტომობილზე დეტალურ ინფორმაციას. ხო სწორად გავიგე? პირდაპირ გეტყვი შენ შეგიძლია ჩვენთან არც მოხვიდე. ნებისმიერი ადამიანი როგორც შეჩვეულები იყვნენ კონკრეტულად ეძებდნენ ხოლმე მანქანებს რა და შემდეგ რაღაცა მანქანის მოწონების შემთხვევაში შემდეგ უკავშირდებოდნენ დილეს და ამ მანქანის შესყიდვას ახორციელებდნენ. ჩვენ შემთხვევაში შენ უბრალოდ რაღაცა მანქანა გინდა და ეძებ უბრალოდ იმერი მოტორს GZ. იქ საფასო კომპონენტები არის მოცემული იმასთან დაკავშირებით, რომ იქ ადგილზე ჩინელი რა ფასად ყიდით. შენ თუ არჩევ იმ მანქანას, ჩვენთან უბრალოდ ერთი თითის დაჭერით, ადასტურებ და ჩვენ გიგვარებთ უკვე სრულ ამ პროცესებს. ჩვენ უკვე ყველაფერს მე საერთო ჯამში უკრავთ და ეგრევე ვამზადებთ ფორმას, რაც უნდა გადავიხადოთ შემდეგ შემთხვევაში. ანუ პროცესები გვაქვს ძალიან გამარტივებული. და რაც შეეხება დღევანდელ ავტოინდუსტრიას და თუნდაც მეორადების კუთხით მე ვფიქრობ, რომ ჩინეთი ცოტა ხანში ნომერ პირველი გახდება, თუნდაც მეორადების კუთხით, იმიტომ რომ მალე სავარაუდოდ დასრულდება ის მომენტიც, რომ ძალიან შეჩვეულები ვართ მანქანის კეთებას და თუნდაც დამტვრეულებას და ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ჩინეთიდან პირდაპირ მოდის საღი მანქანა არანაირი ხელიზადებარი დაჯიქი წადი იარე ავტომატიზაცია მაგარ თემას შეეხება. აი ამაზე მინდა გკითხოთ ხო. აი ძალიან მნიშვნელოვანი თემას შეეხება. ბოლო პერიოდი საქართველოში არის ძალიან აქტუალური საკითხი ჩინური ავტობაზრობის შესახებ. ანუ მეორადი ავტომობილების ბაზრობა. ჩინური ავტობაზრობაში მოვაქციეთ იმერი მოტორს GZ რა და კიდევ პარტნიორებს ვესაუბრებით სხვადასხვა. ისე ახლოს არის ეგ ტენდენცია. ეხლა დღეს ვიცით ჩვენ რომ ზირდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეხლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვაქვს დაახლოებით 200 მილიონი ამერიკული დოლარის ბრუნვა. ეს ბრუნვი, ამ ბრუნვის უდიდესი ნაწილი მოდის მეორად ავტომობილებზე. ნუ ეხლა ვიცით ის კონდიციები რა კონდიციებითაც შემოდის რეალურად, ეხლა ბევრი სუბიექტი არის ჩართული ამ ბიზნეს საქმიანობაში, ამიტომაც მე ცხადია არ გამოვიყენებ არანაირ ნეგატიურ ეპითეტს და შესაბამისად ეხლა მე მაქვს ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, თუმცა მაინც შევიკავებ თავს ჩემი მოსაზრების დაფიქსირებისგან, მაგრამ ჯამში აუცილებელია რომ ხა ხშირად რო გესმის თუნდაც იგივე ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით განცხადებები და ასე შემდეგ ხა ირიბ მინიშნებას მაინც გავაკეთებ რომ რეალურად ვეთანხმები ნიკოლოს რომ აბსოლუტურად საღ კონდიციებში შემოდის ჩინეთიდან ავტომობილები მთლიანობაში ხო? აი მე მაინტერესებს ალექს აი სად მიდის ეს ტენდენცია და დღეს და ხვალ უბრალოდ ხვალ და ზეგ დღეს ალბათ ცოტა შორს ვართ ამ ტენდენციისგან ხვალ და ზეგ არის რეალობა რომ პირობითად აი აბსოლუტურად ეს ამერიკული ბაზარი ჩაანაცვლოს ჩინეთმა მეორადი ავტომობილების კუთხითაც. საღი ავტომობილებში მე მგონი კი. აი ეს რაც ქვია საღი ავტომობილი კი დაჯექი და წადი. ეს ავტომობილები არის ჩინეთის უპირატესობა, რომელიც მაქსიმალურად საღი ჩამოდის აქ და რაც შეეხება ახლა სხვა ბაზრებს და სხვა ქვეყნებს, რა თქმა უნდა იქნება თავისებური მუშაობა, მაგრამ ძალიან დიდ ასე ვთქვათ ადგილს დაიკავებს ჩინეთი. აი ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს. და რეექსპორტზეს და ყველანაირ საკითხში დაიკავებს. ასევე კიდე მინდა ვახსენო კიდე ჩვენს მომხმარებელს, ვინც შეიძინა უკვე ჩინური ავტომობილი, ექნებათ იგივე საშუალება, რომ ეს ავტომობილები, როცა თქვათ მოუწია გაყიდვის დრო, იგივე იმერი მოტორს GZ ატვირთოს იმერი მოტორს GZ და ჩვენი რესურსებით უკვე უფრო მოახდინოს მალევე ავტომობილის გაყიდვა. იქნება მხოლოდ ჩინური ავტომობილი, ანუ ჩინური Mercedes-ი იქნება. მარტო ჩინური, ხო. მარტო ჩინურებს დავრთავთ ნებას, რომ მარტო ჩინური ავტომობილები აიტვირთოს. ანუ ტრეიდინგის ფუნქციაც იქნება ჩართული. რო პირობითად რეალურად ბენეფიციარმა ჩააბაროს მანქანა. მე ვარ ქართველი მომხმარებელი, ჩამოვიდა ჩინეთიდან მანქანა რა. მე თვითონ აღარ
მინდა ეს მანქანა, მინდა რომ გავყიდო ავტორთა ვიმერი მოტორჯიშზე და ჩვეულებრივ მივაწვდნე ადამიანს ხმას რომ მე მანქანას ვყიდი. ზუსტად დაახლოებდი იგივე პრინციპით მუშაობს ჩინეთშიც ჩვენივე საიტი და დომეინი, რომ იქაური ჩინელები ტვირთავენ, აი ჩვენივე ფიზიკური პირები ტვირთავენ თავიანთ ავტომობილებს გასაყიდად და ეს პლატფორმა ზუსტად აი გლობალური მასშტაბისთვის ახლა ჩვენ გვქონდა კიდე ჩვენს მეზობელ სომხებთან, აზერბაიჯანელებთანაც კიდე შეხვედრები და სხვადასხვა მიმართულებითაც ვისაუბრეთ, მაგ მიმართულებით და მათაც სურთ რომ ჩვენთან თანამშრომლობა და ეს დომეინი მივყიდოთ, ესე რომ ვთქვა და ვფიქრობ რომ უნიკალური პლატფორმა შევქმნით ამ ეტაპისთვის რა და საკმაოდ დიდ გამოხმაურებას მსგავსი ალტერნატივა არ არის, იმიტომ რომ ისეთი კონტრაქტები და ისეთი დავდეთ რომ ნებისმიერი ჩინელი რომელიც იქ საიტზე ატვირთოს პირდაპირ გამზადებულია და აგერ შეგიძლია ფასს უყურო პირდაპირ იმერი მოტორჯიშზე და შესაბამისად ორივე მხრიდან საინტერესოა და კიდე მინდა დავამატო ერთი რაღაცა რაც შეეხება საღმანქანებთან მიმართებაში. ჩინეთს აქვს ერთ-ერთი ესეთი კანონი რომ ექსპორტს კრძალავს დანარტყამი მანქანების. რა, ანუ ფიზიკურად ექსპორტს ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ აი რაღაცა მანქანას, რომელსაც აი შიგნით რაღაც რკინა რო აქვს, დამცავი ზუსტად არ ვიცი, ხარჯო. დაზიანებული მანქანა შეიძლება. შეჭიჭკილი და გასწორებული, აი განასწორები მანქანა რო იყოს. ფიზიკურად ექსპორტზე ვერ გამოდის. ტესტ რეპორტს არ გაძლევს ჩინეთი, რომ ეგ შენ ექსპორტზე გავუშვი. მაქსიმუმ შესაძლებელია შიდა ბაზარზე იტრიალოს იმ მანქანას, ან თუ არა და ჩამოწერენ, დაამტვრევენ და დაკუჭავენ ჯარში წაიღებენ რა. ძალიან მაგარი კონცეფციაა რა. პლატფორმა ისეთი შევქმნით ეხლა რომ ნებისმიერი მომხმარებლისთვის, აი ვისაც მანქანის ვარელება ინტერესებს და ჩინურ ბაზარს შეხედო ნებისმიერი სხვადასხვა მანქანები და ფასები შეადარო, ჩვენ იმერი მოტორჯიშზე და სხვადასხვა კლიენტების და ფასების ოღონდ ჩვენ კიდე ჩაშენებული გვაქვს ჩვენ იმაში 6 წელზე ნაკლების მანქანას ვერ ნახავთ. აი ეგეც ძველ მანქანებს საერთოდ ძალიან მაგარი პლატფორმა. აი ძალიან მე მინდა მე აი სიღრმისეულად მინდა რომ მე ამ თემას გავეცნო კიდევ ერთხელ და მოკლედ აი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ეს ყველაფერი რა. ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო პრეზენტაციისთვის. ჩვენ მომავალ კვირაში ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს სხვათა შორის და აუცილებლად ეს გეგმებიც აღვასრულოთ. დიდი მადლობა თქვენ, გისურვებთ წარმატებებს.